400 მომხრე 63 წინააღმდეგი ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ მომზადებული რეზოლუციით ევროპარლამენტარები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ქართულ ოცნებას მოიხსენიებენ როგორც თვითმარქვია რეჟიმს, ასევე ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სანქციების დაწესებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების, ისე ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენების წინააღმდეგ. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის მეც რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში და როგორია პოლიტიკური შეფასებები რეზოლუციის მიღების შემდეგ. დიახ, დავიწყოთ იმით პირველ რიგში, რომ ეს არის რეზოლუცია რომელიც მიღებული არის ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ანუ ყველა ძირითადი პოლიტიკური და წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობს, ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა და დღეს ყველა ევროპარლამენტარი, ვინ ჩვენ ჩავწერეთ, ამბობდნენ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი საკითხები, საკვანძო საკითხები, უბრალოდ გუშინ ტექსტი, რომელიც იყო გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტში, საერთოდ არ შეცვალეს და მიღებული არის იმ შინაარსით და იმ ფორმით, რაც საზოგადოებამ უკვე იცის და უკვე გაიგო შეიტყო ამის შესახებ. მთავარი მოთხოვნა, შემდეგ უკვე ევროპარლამენტმაც გამოაქვეყნა თავისი განცხადება ამ რეზოლუციის პროექტზე. მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის უახლოეს გარემოცვალს, ოჯახის წევრებზე არის საუბარი, მისი ყველა შვილი მოხვდა ამ რეზოლუციაში სახელით და გვარით, ასევე მისი მაგალითად დეიდაშვილი, დიშვილი, ძმა და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე საუბარი არის ბიზნესმენებზე, საუბარი არის პროპაგანდისტებზე, იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც აძლიერებენ დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს და სახელობითად მოხდნენ ისინი ამ სიაში და საუბარი არის ასევე მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც, რომ უნდა იყვნენ დასანქცირებულები. ამ რეზოლუციაში ამაზეც არის საუბარი და დღეს ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული ხალხის მიმართ, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან თუ რა ვითარება არის საქართველოში შექმნილი. რა თქმა უნდა, იქ არის საუბარი იმაზეც, რომ ყველა პოლიტიკურმა პატიმრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საპატიმროს, მათ შორის საუბარია და ცალკე გამოყოფილი არის მზია ამაღლობელის საქმე და რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა ახლა არის მძიმე მდგომარეობაში და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საპატიმრო, ისევე როგორც ყველა პატიმაროვან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ამ დეტალს. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი და ლიდერი საქართველოსი, რომელიც ევროპული საბჭოს შეხვედრებზე უნდა იყოს მიწვეული და საქართველოს საკითხზე სწორედ სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყოს მსჯელობა. ეს არის კიდევ ერთი მოწოდება, რომელიც ევროდეპუტატებს აქვს. არაღიარების პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და პოლიტიკური კრიზისისგან გამოსავლად, რა თქმა უნდა, მიჩნეული არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ რეზოლუცია დიდი უმრავლესობით მიიღეს. თითქმის ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ქუჩებში და იმას, რომ ოცნება ცვლის საგარეო კურსს. ვახსენეთ რუსეთი, როგორც მიმართულება, საითკენაც მიისწრაფის ქართული ოცნება. ძალიან მოცულობითად და ფართოდ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. არ ვცნობთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არ ვცნობთ ქართული ოცნების ლეგიტიმურობას და სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად. მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. კაფიო მესიჯი გვაქვს ქართველი ხალხისთვის, რომელთათვისაც მიუღებელია ოცნების პოლიტიკა. უამრავი გვარია შეყვანილი დასასანქცირებელთა სიაში, ვინც ივანიშვილის გარემოცვის წევრია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დასანქცირებაა აუცილებელი. თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა უნდა გადაიხედოს ასევე და ამასთან ერთად უვიზო მიმოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ევროკავშირი ერთგულია დასავლური პრინციპების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის. ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ მთავრობას, რომელიც ებღაუჭება ძალაუფლებას ლეგალური საფუძვლის გარეშე და ასეთია დღეს ქართული ოცნების რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის ერთიანი პოზიციაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.
და დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე, როდესაც რეზოლუციას იღებდნენ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. ისინი ესწრებოდნენ და თვალყურს ადებდნენ აი ამ პროცესს და შემდეგ რა თქმა უნდა მათი მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, ამბობენ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, თუმცა ახლა ასევე მნიშვნელოვანია ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი. საუბარი არის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოზე, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში რა მოწოდებაც და რეკომენდაციაც არ უნდა ჰქონდეს ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ იმოქმედებს შემდეგ უკვე ბრიუსელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი და დღეს ქართველი ოპოზიციონერებით მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავს თუ არა სანქციების დაწესებას ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, მაინც უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა და მიიღოს გადაწყვეტილებები და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე წერია, რომ თუ გადაწყვეტილებას არ იღებს 27 წევრი ქვეყანა, მაშინ 25 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს საკითხი უნდა იყოს გააქტიურებული და ესეც არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ერთგვარად პირდაპირ პასუხისგებლობის დაკისრება უკვე ბრიუსელისთვის, აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის იმისათვის, რომ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილი არის, განიმუხტოს და ამ ყველაფერში ქართულ ხალხს დაეხმარონ სტრატეგიული პარტნიორებიც. ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შესწორებები ყველა გავიდა გარდა იმისა, რასაც სპეკულირებს იმედი, რომ თითქოს რაღაცა ინიციატივა იყო ვიღაცის პრო სამთავრობო ჭყალებში ვამბობ მთავრობას, ისევე როგორც ევროპარლამენტში მოიხსენებენ ქართული ოცნების მთავრობას ჭყალებში. სიამბულეში ის ყველა შემოთავაზება 25 კაციანი ჯგუფის, რაზეც ქოცები აპელირებდა, ყველა ჩააგდო ევროპარლამენტმა, ყველაფერი დანარჩენი მიღებულია, ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ეხლა დარჩა ორი რამ ახსულება ბრიუსელში ამ ყველაფრის და ასევე გაგრძელება პროტესტების და კიდევ უფრო გაფართოება და გამძლავრება საქართველოში. და მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციებიც, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ცხადია, მაგრამ ევროპაში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თუ ერთიანი ვერ იქნა ევროკავშირის მხრიდან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ უნგრეთის და სლოვაკეთის პრობლემა, იქნება ცალკეული ქვეყნების მიერ სანქციების დადება და შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს ქონება აქვს მაგალითად საფრანგეთში წლის მოქალაქეს, რომელი ქვეყნის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს საქართველოსთან ერთად. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამაში პირველ რიგში ქართული ხალხის ნებამ, ბოლო გამოკითხვებითაც დადასტურებულმა, რუსთაველის პროტესტზეც დანახულმა, რუსთაველის გამზირზეც დანახულმა პროტესტმა და ბევრი მიმუშავეთ ჩვენ ოპოზიციონერებმაც, ვინც აქ ვიყავით და ასევე კოლეგებმა თბილისიდანაც ყველა თავის ასე ვთქვათ ჯგუფს ეკონტაქტა, პარტიულ ჯგუფს გულისხმობ და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, ხალხის, პოლიტიკური პარტიების და არ გამორჩეს თავისთავად ცხადია მედიის როლი, მათ შორის ევროპარლამენტში აღიარებულია ეს როლი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების. ერთად შევძელით. ეს ერთად შევძლებთ კი არა, სამომავლო პერსპექტივაზე კი არ ლაპარაკობთ, ერთად შევძელით, ეს არაერთხელ მოხდა ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში და მოხდება სხვაგანაც. რაც თავარი მოხდება საქართველოში. ყველაფერი მოხდა პრაქტიკულად ამ შეჯერებულ ვერსიაში. საუბარი არის არაღიარებაზე, არჩევნების შედეგების და შესაბამისად არც პარლამენტის, არც ყაველაშვილის და არც არავის ქართული ოცნებიდან და ეს ტექსტსაც ეთყობა, რომ მათ არც მთავრობად არ მოიხსენიებენ, ლეგიტიმურ მთავრობად მით უმეტეს. მოხდა ბევრი ტექსტი არის პოლიტპატიმრებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ ბრიუსელმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს და პირდაპირ წერია, რომ ევროკომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის ბოლომდე ადეკვატური იმ რეალობისა, რომელიც არის საქართველოში შექმნილი. სანქციებზე არის საკმაოდ ბევრი ტექსტი და მათ შორის კონკრეტული სახელმწიფოები არის ჩამოთვლილი, ბევრი ადამიანი, სადაც ივანიშვილის მთელი ოჯახია შეყვანილი, თან ოჯახი ესეთი ფართო გაგებით და პლუს გარკვეული ჭყალებში ბიზნესმენებიც არიან, პროპაგანდისტებიც არიან. ერთ-ერთი მათ შორის ჩანაწერი რომ ნახოთ არის ის, რომ გარკვეული საკითხები, რომელსაც ევროკავშირი ვერ იღებს კონსენსუსით, იმის გამო რომ ორბანი და ფიცო უშლიან ხელს, ანუ სლოვაკეთი და უნგრეთი, პირდაპირ არის მოწოდება, რომ მიბაძეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ეს ეხება კონკრეტულად სანქციებს, როგორც ბალტებმა პირდაპირ ინდივიდუალურად თვითონ ქვეყანა დაასანქცია კონკრეტული ადამიანები, იგივე რომ
გააკეთოს 25 ქვეყანამ, ანუ ორის გამოკლებით, სლოვაკეთის და უნგრეთის გამოკლებით. 400 მომხრე და 63 წინააღმდეგი ევროპარლამენტის რეზოლუცია უკვე მიღებულია და დამტკიცებულია და ევროპარლამენტმა ოლიგარქიული რეჟიმის აცხადებს როგორც არალეგიტიმურად ამბობენ იმას, რომ მათ აღიარება არ ექნებათ და ეს პროცესი გაგრძელდება კიდევ უფრო მეტად და კიდევ ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოში იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და მეორეს მხრივ მოწოდება არის უკვე ბრიუსელის მიმართ, რომ იაქტიუროს ევროპულმა საბჭომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, დაუდგეს ქართულ ხალხს გვერდით და სანქციები ამოქმედოს ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ.